რელიქში მადლობა მინდა გადაგიხადოთ და მიულოცო სრულიად საქართველოს დღევანდელი ბრძობა. კი ბატონო. როცა მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე შებრძანდა იერუსალიმში, სადაც ხალხი გალობდა ოსანას და ღმერთმა ისე ინებოს, რომ ჩვენ ქვეყანაშიც მობრძანდეს მაცხოვარი და პირველი რაც გააკეთა, როცა იერუსალიმში შევიდა იესო ქრისტე, შევიდა ტაძარში და იქიდან გამორეკა ვერცხლის მოყვარენი. ღმერთმა ქნას, რომ ვერცხლის მოყვარენი საქართველოსდანაც განიდევნონ, რომლებიც დღეს მართავენ ამ ქვეყანას. მეორე შენიშვნასავით ძვირფასვანუნა, მე პოლიტიკოსი აღარა ვარ, დავანებე ამ აქტიურ პოლიტიკას თავი, ასე რომ ჩემი პროფესიის მიხედვით ვაპირებ საქმიანობას, ისტორიკოსი კი ბატონო, ამიერიდან ასე წარგარდგენთ როგორც ისტორიკოსი, კი ბატონო. ასე ჯობია ნამდვილად ხო. ხო, რაც შეეხება ახლა განცხადებებს ქართული ოცნების შესახებ. ეს ხალხი თავიდან არის დასაბადებელი და მერე გასაზრდელი და აღსაზრდელი. იმიტომ რომ გაზრდილები არიან, მაგრამ აღზრდა აკლიათ აშკარად, იმიტომ რომ მათ ელემენტარული ჭეშმარიტებები არ იციან. მაგალითად ის რომ გმირობის რევიზირება არ შეიძლება. ისტორიაში სხვადასხვა ტიპის პერსონები არსებობენ. არსებობენ პოლიტიკოსები, არსებობენ ხელოვანები, არსებობენ მოღალატეები, არსებობენ, არ ვიცი, რა ვიცი, სხვადასხვანაირი, სხვა ოსნები, კოსმონავტები, რა ვიცი. მაგრამ განსაკუთრებული ადგილი უკავიათ გმირებს და წმინდანებს და გმირობა და წმინდანობა ქართულ მენტალიტეტში ერთი და იგივეა რა. ეს არის გაუტეხლობა და ყველა ისტორიული ფიგურის საქმიანობის განხილვა ექვემდებარება დროს და სივრცესაც. ვთქვათ, ერთ საუკუნის წინ ვიღაცა კარგად რო იყო ჩათვლილი, დღეს შეიძლება იმის კრიტიკა, მაგრამ ერთადერთი პერსონების ერთადერთი ჯგუფია, რომელიც არასდროს არ ექვემდებარება განხილვას, ეს არის გმირები. გმირობა არის მარადიული, დროში, მუდმივად, მარადიულად, მით უმეტეს, როცა ეროვნულ გმირობაზეა ლაპარაკი ახლა. კი არისთვის თავის შეწირა, ეს არის კიდევ ერთი უარესი შეურაცხყოფა არის გიორგი ანწუხელიძის მიმართ, იმიტომ რომ გამოდის, რომ გიორგი ანწუხელიძეს გააზრებული არ ქონდა სად მიდიოდა და თეატრალუკიანი გვიმტკიცებს, რომ ის სამშობლოს კი არ შეეწირა, არამედ მიხეილ სააკაშვილის პიარს. ნუ ახლა ამაზე უფრო ქვევით ფსკერი არ არსებობს, რასაც თეატრალუკიანი აკეთებს. თეატრალუკიანი აღმოჩნდა, რომ გარდა ჯალათობისა კიდევ დამატებითი ისა აქვს, რა ქვია, პროფესია, ესა სამხედრო საქმე. სუნძის მეცნიერებას იცნობს. თურმე საქართველოს შეეძლო ომის თავიდან აცილება. მე მაინტერესებს ქოცები როგორ თვლიან, უკრაინა შეეძლო ომის თავიდან აცილება, შეეძლო, ოღონდ უნდა დანებებულიყო რუსეთს. კიევში უნდა შეეშვათ, რუსული დროშები უნდა ეფრიალებიათ, ხლებს სოლი უნდა მიერთმიათ. რა თქმა უნდა, ომის აცილება ყოველთვის შესაძლებელია თუ დანებდები, გადაიკუზები, 4-ზე დადგები, ცხოველად იქცევი, ნახირად იქცევი, საქონლად იქცევი. შეგრეკავენ, მე ნაწილს ამოწყვიტავენ, ნაწილს ალბათ გამოიყენებენ და ბოსელში შეგაგდებენ და იქნებ ბოსლის მკვიდრი. ადამიანი არ იქნებ. ქართულ ოცნებას არ აქვს ზნეობრივი კატეგორიები, არანაირი, აბსოლუტურად. რა არის თავისუფლება არ იციან, რა არის ღირსება არ იციან. სამშობლოში შეიძლება უფასოდ გიყვარდეს, თან ისე გიყვარდეს, რომ სიცოცხლეც გაწირო, მათთვის გაუგებარია, იმიტომ რომ ესენი ხო სექტანტები, რო ვიმეორებ, მე რამეს უტრირებას კი არ ვაკეთებ, რაც ხანდახან თავსაც ვიკავ. ეს არის ტოტალიტარული სექტა, რომელსაც ყავს თავისი ლიდერი, სულიერი მოძღვარი ბიძინა ივანიშვილის სახით და ესენი არიან ნეოფიტები, მიმდევრები მისი და მათი მთავარი ღვთაება არის მამონა, ოქროს ხბორი, რა ვიცი, ბიბლიური სიუჟეტები არის, არაფერი არ იცვლება რა. 3000 წელია გასული მის მერე, ხო? ხო და ამიტომ მათთვის გაუგებარია არა მარტო ქართული ოცნებას, არამედ მის ამორჩეველსაც. აი ჩვენ რომ ლაპარაკობთ და აი ვანამუსებთ ძალიან ხშირად, რომ აი თავისუფლებაზე როგორ ამბობთ თუ არ უნდა ამ ხალხს ეს თავისუფლება, რა ვერ გავიგებ. ამ ერის ერთი ნაწილი, მცირე ნაწილი, მაგრამ მაინც ნაწილი თვლის, უფრო სწორად მოსახლეობის ერთი ერის ნაწილები ისინი აღარ არიან უკვე.
9 აპრილს რომ რევიზირებას გაუკეთებენ და საეჭვოდ გახდიან ვინ დაესხა საქართველოს თავს მაშინ ისინი ჩვენი ერის ნაწილი უკვე აღარ არის ძალიან სწრაფად შორდებიან ქართველ ერს და ხდებიან მოსახლეობის ნაწილი ხო მათთვის თავისუფლება არ არის მე ვიცნობ ასეთ ადამიანებს რა რომლებისაც თავისუფლება არ არის ფასეულობა ღირსებაზე აღარ არის ლაპარაკი ახლა ესე რუსების ქვეშაც იცხოვრებენ, ოსმალების ქვეშაც იცხოვრებენ, ყიზილბაშების ბატონობის ქვეშაც და მონღოლების ბატონობის ქვეშაც და ქვეყნის გაყოფასაც დაეთანხმებდა. ჩვენ ისტორიაში იყო ასეთ მომენტები. რაღაცა ნაწილი ამ ქვეყნის მოსახლეობის ემორჩილებოდა ყველას, იმიტომ რომ მათი დაბადებიდან მათი თვისება არის მორჩილება, მონობა, საქონელი, გაგრეკავენ ადამიანი რითი განსხვავდება საქონელისგან რომ საქონელი სახრეს რო გადაარტყამ არ იკითხავს არაფერს მიზეზს და ადამიანი ამითი განსხვავდება ცხოველისგან რომ სახრეს რო გადაარტყავ იკითხავს მაინც რატომ ირტყავდა ესენი არ კითხულობენ არ აინტერესებს გადაარტყეს მიჩვეულიან სახრეს ხო და ამიტომ დავანებოთ ამათ შენამუსებას აი გავიდეთ და დაველაპარაკოთ და შევაგრებ რა თავიდან გავზარდოთ თუ რა უნდა ვქნათ ახლა ვერ გავიგე რა ტიპის კომუნიკაცია ჭრის მაშინ ბატონ გუბას აი რა ჭრის მაშინ და ეს არის აი თეატროლოგიანი აღმოჩნდა რომ სამხედრო საქმეშიც ერკვევა ყველაფერი ესენი ხო ყოვლის მომცველი წოდნით არიან ბიზნეს ხელდასმულები ყველაზე რთული ანუ არის საკამათოდ ყველაზე რთული ადამიანი არის უწიგნური და ჩვენ ახლა უწიგნურობის ეპოქაში შევედი, უწიგნურები მართავენ ქვეყანას და საქართველოს ეს ემუქრება ძალიან ცუდი მომავლით რა. იცით როგორ არის, გენიოსები იბადებიან დედამიწის ყველა კუთხე კუნჭულში, ყველა ხალხში, მაგრამ ვერ გებულობს კაცობრიობა ამ გენიოსების გენიალურობას. ახლა მოცარტი რო დაიბადა ევროპაში, სადაც ყველა სახლში საღამოობით ერთობოდნენ მუსიკით უკრავდნენ თვითონ და ასე შემდეგ და ამიტომ აღმოჩნდა მოცარტი გენიოსი, მაგრამ ახლა მოცარტი რო ავღანეთში დაბადებულიყო, სადაც მუსიკის დაკვრა აკრძალულია, ვერან ვერ გაიგებ, დედამისი და მამამისი ვერ გაიგებდა, რომ გენიოსი იყო და ისა პანგური უკან და ემათ, რა ქვია, მეცხვარეთ იმაში, მთებში, ავღანეთის მთებში. აი ეს ხვაობა ჩვენ შევდივართ ახლა აი ამ სიტუაციაში. გაუნათრეთ ჩვენ მივიღეთ აგრესიული უწიგნურობა. ქართველები ყოველთვის ვიყავით განათლების მოყვარული ხალხი. რუსეთის იმპერიის დროს კავკასიის სამეფის ნაცვლში ორი გუბერნია რო ავიღოთ ქუთაისის და თბილისის წერა-კითხვის მცოდნე ადამიანების 80% მოდიოდა კავკასიაში. 80% მოდიოდა ქუთაისის და თბილისის გუბერნიებზე. ითვლებოდა როგორც ქართული წერა-კითხვა, ასევე რუსული წერა-კითხვაც. ახლა ჩვენ ვართ აი არ ვიცი, აი ბიძინა არის აკადემიკოსი. ხორთული იყო ბიძინაზე უწიგნური კაცის მოძებნა. პრეზიდენტი მოგვიძებნა, ჩვენ რა მოგვიძებნა, თვითონ მოიძებნა. ჩვენ პრეზიდენტი ის არ არის, ხო? ამიტომ ამ მდგომარეობაში ვართ. ყველაზე მძიმე ეს არის რა, რომ აგრესიული უწიგნურების იმაში ვართ. კომუნისტები რო შემოვიდნენ საქართველოში ბოლშევიკები მოჯამაგირეთა კომიტეტები გააკეთეს, რომლებიც დაასდებდნენ იმგენს განათლებულ ხალხს და სოფლის ექიმებს და სოფლის მასწავლებლებს და ხრეტდნენ და რა ვიცი, ეკლესიებს ანგურებდნენ და შემოკლებთ ამ მოჯამაგირეთა კომიტეტებს ერქვათ მოჯკომები. და აი მოჯკომები არიან. ქართული ოცნების პარტიული ესენი უჯრედები რაიონებში, რეგიონებში არის მოჯკომები. მოჯამაგირეთა კომიტეტები, გაბოროტებული ხალხი. რატო ჯობი ხარ, რატო ხარ უკეთესი, რატო უკეთესად ისავლე, რატო გაქვს მეტი განათლება, რატო გაქვს მეტი შესაძლებლობები? არა, უნდა დაემორჩილო მათ ბომონს, ბიძინას და აგერ ისტორიის გადაწერა დაიწყეს. ქეთევან დედოფალს ახლა არ იცის იმან თეატროლოგიანმა საიდან უნდა იცოდეს, ჯალათების ოჯახშია გაზრდილი. ხო, სხვათა შორის მისთვის გასაგები არის ჯალათობა, როგორც აწამეს. ქეთევან დედოფალის ალტერნატივა იყო ირანის დედოფლობა. შაჰ აბასი სთავაზობდა ირანის დედოფლობას.
და მან შეეძლო თავიდან აეცილებია ქეთევან წამებული შეეძლო აეცილებია წამება მაგრამ არ აქნა პიარისთვის ხნა ესა რომ მე პორტუგალიელ ბერებს გამოეტანათ ამბავი და მთელ მსოფლიოს გაეცნო და მე წმინდანად შეერეცხათ როგორც მართლმადიდებლებს ისე კათოლიკებს იმიტომ რომ ეს არის წმინდანი იშვიათობა ასეთი მე-11 საუკუნის მერე როცა განიპო ქრისტიანული სამყარო მართლმადიდებლობა და კათოლიკურობა ცალ-ცალკე წმინდანები ყავს სულ აი ერთ-ერთი იშვიათთაგანი ეს არის დედოფალი ქეთევანი დედოფალი მათი წმინდანიც არის და ჩვენიც ქალბატონო თეა შემთხვევით პიარისთვის ხო არ აქნა ეს ქეთევანი დედოფალი თქვენ ხო ამას ვერ აზრობთ საბოლოო ჯამში მაინც აწყლები ხართ საცოდავები ხართ იმიტომ ადამიანის სახე არ არის თავისუფლება თქვენთვის ფასეულობა არ არის ღირსება თქვენთვის ფასეულობა არ არის სამამულო ომი თქვენთვის არის ღალატი ის სამამულო ომი იყო დავანებოთ თავი ვინ ჯერთი რუსეთმა დაიწყო პროვოცირებაც გარი რუსეთმაც მაგრამ ერთ შეკითხვა მაქვს რა ქალბატონ თეა სამხედრო საქმეში ხო ერკვევ საკუთარ ტერიტორიაზე წარმოებული ომი როგორ შეიძლება იყოს დამპყრობლური ეს მითხარით რა სამხრეთ ოსეთი ეგრეთ წოდებული თქვენთვის სამხრეთ ოსეთი და ჩვენთვის სამაჩაბლო საქართველოს ტერიტორია ხო იყო დე იურე და იქ წარმოებული ომი როგორ არის და ესა რა ქვია ომის დაწყება აბა მითხარით რომელი სახელმწიფო მოითმენს იმას რასაც ვითმენდით ჩვენ და ახლაც ვითმენთ ამაშია საქმე ანუ დავანებოთ ამ ხალხს თავი რა დავანებოთ ეს ადამიანი 9 აპრილის მემორიალთან რა უნდათ მათ იმიტომ რომ თვლიან რომ მე მინახავს ეგეთი ადამიანები ვინც თვლიან რომ მერაბ კოსტავა გიჟი იყო ზვიად გამსახურდია გიჟი იყო რას ვერ ჩოდით ამ რუსეთს ხო გვესვა გვეჭამა ყოფილიყავით ამ რუსეთში 37 მანეთზე კიდე ლაპარაკობენ ვიღაცები დინოზავრები არიან სათაფლის კვიდრები არ ეშველებათ არაფერი არ ეშველებათ ახლა ვიცი ახლა წითელ პარასკევს კვერცხებს შეღებავენ კი ბატონ გუბას იცით რატო ღებავთ ამ კვერცხებს ძვირფასო კოცებო რას ნიშნავს წითელი კვერცხი იცით თქვენაირებმა რომ ისა ჯვარსაცვეს მაცხოვარი წიგნობრებს და ფარისევლებს რო ეძახოდნენ იმათ რატო ფარისევლები ვინ იყვნენ აი ყველაფერს იცავდნენ წესებს რჯულის წესებიდან გადახვევა როგორ შეიძლება ქვათა დაკრეფა მოკლა ჩაქოლვა მაგრამ სული არ ქონდათ მესია ვერ იხილეს ვერ შეიცნეს როგორ გაუგებარს ლაპარაკობ თქვენთვის ხოცებო როგორ გაუგებარს ლაპარაკობ კი ბატონ გუბას იცით რა მინდა გკითხოთ აი საგამოძიებო კომისიას მინდა მაინც რომ დავუბრუნდე აი თქვენ როგორ ფიქრობთ ბატონ გუბას რა შეიძლება იყოს რეალურად ამ კომისიის მიზანი რაღაცა აი ყველას დაკავება საბოლოო ჯამში აი რაღაცა საქართველოს გასამართლებო თუ ანუ ამ ქვეყნის სუვერენიტეტის სახელმწიფო ინტერესების დაზიანება და არა რაღაცა პერსონალურად პოლიტიკური ოპონენტების მოშორება ამას ქვია ღალატი ქვია აი ყველაფერი ერთად რომ შევკრიბოთ ახლა ეს არის რომ ღალატი სახელმწიფო ღალატი საკუთარი სამშობლოს დადანაშაულება ომში აი ეს არის დაბრალება აგრესიის რომ საქართველო იყო აგრესორი საკუთარ ტერიტორიაზე ისევე როგორც ზოგიერთ ჭკუათხელი რო იძახის რომ უკრაინა დაესხაო რუსეთსო არიან ასეთებიც ჩვენ რო მარტივი ჭეშმარიტებები გონია თურმე არ არის რა საომარია რა დასადასტურებელია როგორც ჩანს ასე არის რომ პერიოდულად ჭეშმარიტებებს ჭირდება დადასტურება სამშობლოს სიყვარულის ჭირდება ხანდახან თავის შეწირვა მით უმეტეს შენი სამშობლო როცა განსაცდელშია და ველურების გარემოცვაში ცხოვრობ მომხდურების ხო ასე ამათვის გაუგებარია რა ამათვის არის ოღონდ ხელისუფლებაში დარჩნენ და საფაშოთაცაც გადააქცევენ გუბერნიათაც და სახანოთაც საქართველოს ბიძინა თუ საჭირო იქნება სუნისსაც მიიღებს შიისსაც მიიღებს და რუსული ეკლესიის ის იქნება მრევლიც იქნება რა პრობლემა აქვს იმიტომ რომ ერთიც მეორეც და მესამეც მისთვის გაუგებარია შიიზმიც სუნიზმიც და მართლმადიდებლობაც
მისი რელიგია არის კუდიანობა, შამანებით ახავს გამოტენილი სახლი. დილი ჩალმასაც დაიხურავს და საღამოს რუსულ ორდენსაც დაიკიდებს. რა პრობლემაა? არ მყოლია ეგეთები თუ რა? მადანია, კუვეითს აქვს ნავთობი და საქართველოს მოღალატეთა მადანი. ამოდის და ამოდის, არ იცლება. აი ეგ არის რა. და სიტყვა ღალატის ეტიმოლოგია საბოლოო ჯამში არ არის ქართული წარმოშობის სიტყვა, ეს არის არაბული სიტყვა. იცით რას ნიშნავს? შეცდომა. შეცდომა. უფალთან, ერთან, ბერთან, ყველასთან შეცდომა. შეცდომა, მოღალატე, რო ხარ შეცდომა. იმიტომ დაწყევლილი იქნები მთელი ისტორია. მთელი ისტორია იქნები დაწყევლილი. თქვენი შვილები და შვილიშვილები დამალავე, რომ თქვენი შთამომავლები არიან. როგორც მალავენ ვიღაცების შვილები დღესაც. ასე იქნება. თქვენ ამაზე არ ფიქრობთ, იმიტომ დრო და სივრცე თქვენთვის კატეგორია არ არის. თქვენთვის კატეგორია არის სალაფავი. სალაფავი ბიუჯეტის ძარცვა. ეგ არის მეტი არაფერი. აბსოლუტურად გასაგები ცხოველური ინსტინქტებით ცხოვრობთ, მაგრამ ძალიან ცუდად შეფასდებით და ძალიან ცუდად დაამთავრებთ რა. ყურბს ხო გიჭერენ უკვე გარედანაც, ბიძინა, დასავლეთ ხო გიჭერს? ახლოს არის დასასრულთან, ბატონ გუბას. ჯერ სადახარ. ახლოს არის დასასრულთან. ივანიშვილი ახლოს არის დასასრულთან. აი გარედან ყურბს გიჭერენ პროცესია უკვე, პროცესია. უკვე უკმარისობა აქვს ჟანგბადის აშკარად. ვირთხებივით დაიფანტებით. ბედნიერება ცხვირპირზე არ გეტყობათ. არ გეტყობათ. თქვენზე უფრო ბოლომდე ომობდნენ ფაშისტები რაიხსტაგში, მაგრამ მაინც დამარცხდნენ და გასამართლდნენ. და ამ პრეცედენტებით პრეზიდენტის დაჭერა, მისი დასჯა, გასამართლება, მცდელობა პარტიების აკრძალვის, ეს პრეცედენტია. თეა ეს ხო იცი ნამდვილად. პრეცედენტს უშვებთ ხო? კი ბატონო, მაშინ თქვენ მოგიწევთ. თქვენ ერთი კომისია რას გეყოფათ? რას გეყოფათ ერთი კომისია? ასე იქნება. აგერა ვარ მე და აგერა ხარ თქვენ რა. კი ბატონო. და აგერა ვართ ყველანი. კი ბატონ გუბა, სხვათა შორის ამ კომისიაზე კი მიუძღვნეს ეს ყველაფერი წინა ხელისუფლებასო, მაგრამ ხვალ გახარიასაც ელოდებიან. ჯერ არ ვიცით მივა თუ არა გახარია, მაგრამ აი 20 ივნისთან დაკავშირებით თურმე თეა წულუკიანმა უნდა დაუსვა შეკითხვები ყოფილ მათვე პრემიერ-მინისტრს და მათ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, ეკონომიკის და რა ვიცი ყველაფერს მე მგონი მათ ყოფილსას. რას ფიქრობთ ბატონ გუბას, თქვენ უნდა ჭამა მადაში მოდის თუ მადა ჭამაში მოდის, დღემდე არ ვიცი რომელი უფრო სწორია, ეგრეა რა. ახლა ნაციონალური მოძრაობით იწყება და მე მოდი რა ბარემ ყველა მივაყოლოთ რა. ასე. ვერ მოინელებ ბიძინა ვერა. ვერ მოინელებ, არ აქვს ამის შესაძლებლობები, არც უნარი, არც შესაძლებლობები, არც განათლება, არც წარმომავლობა. იხტუნავეთ ახლა საქოცეთის საკრია ხო იმან, საკათმე. ტროლბოტები, აბა არ იქა, მიდით. მიდით იქრიახეთ. რა შეეხება გახარიას მე რჩევას ვერ მივცე, უნდა მივიდეს თუ არ უნდა მივიდეს, იმიტომ რომ გახარიამ გამოაცხადა რომ ის არის მარტო, მას აქვს თავისი გზა და გეგმა და წარმატებას უსურვებ რა. თუმცა მე ის მახსოვს რომ სალომე ზურაბიშვილთან რო ეს პლატფორმისტები რო შეიკრიბნენ პლატფორმა ხო გამოაცხადა, ის გახარიას წარმომადგენლობა იყო და ერთ-ერთი თავი გადაწყვეტილება მიიღეს რომ ამ კომისიასთან არ ეთანამშრომლად და არ ვიცი ახლა იქ რატო იკრიბებიან ვერ გავიგე ახლა დილით ერთს ამბობენ მეორეს, მაგრამ არის წარმატებას ვუსურვებ ბატონ გიორგის არ მისვლაშიც და მისვლაშიც. ისე მაინტერესებს რა შეკითხვები აქვს გავარვარებული თეა წულუკიანს გახარიასთან. საინტერესო საყურებელი იქნება. რა დაგიმალოთ და მეც მაინტერესებს ბატონ გუბას. ნამდვილად მისული გახარია უფრო მაინტერესებს იქ ვიდრე არ მისული გახარია, გულწრფელი რომ ვიყო. ვიყოთ სუბიექტურები, მე და შენ. კი ბატონო. და ბატონ გუბას
ბოლოს შეჯამებისთვის კითხავთ, აი რაღაცა კრიტიკასავით მაინც გახკარით ზურაბიშვილის ირგვლივ მიმდინარე პროცესს და ამ ნაწილსაც შევეხოთ ბოლოსკენ. აი ბევრჯერ გვისაუბრია ხო არაერთ ეთერში გითქვამთ რა მიგაჩნიათ სწორად, როგორ ხედავთ ზოგადად და ასე შემდეგ, მაინც აი ცოტა პოლიტიკისგან დისტანცირებულად უყურებთ ეხლა თქვენ ამ პროცესს. რამე არის თუ არა შეცვლილი, მოდი ესე ვიტყოდით და ივანიშვილი აი ხელისუფლებიდან გასტუმრების ეს ვადა მოკლდება რაღაცა დინებას მიუყვებით თუ როგორ გვაქვს საქმე ამ კუთხით? არა, ბევრი რაღაცები იცვლება, ხა მე ქალბატონ სალომეს ყოველთვის შევეცდები, რომ ყოველთვის ობიექტური ვიყო, არ ვიცი ახლა რამდენად გავამეო, მაგრამ ქალბატონ სალომეს რამდენადაც სერიოზული წარმატებები აქვს საგარეო მიმართულებით, ეს უნდა აღინიშნოს ახლა. ამას არ უნდა ბევრი ლაპარაკი, რომ არა ქალბატონი სალომეს სერიოზული და პრინციპული პოზიცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ანუ აი მაგალითად ქალბატონ სალომეს რო ეთქვა, რომ კი გაყალბდა არჩევნები, მაგრამ მაინც ატარდა ნორმალურად. უმძიმესი ამბავი გვექნებოდა გარეთ. მაგრამ დაიჭირა ძალიან პრინციპული პოზიცია. საკმაოდ წარმატებულია სავაგარეთ ქართველი პოლიტიკოსებიდან ახლა ცნობილი ვინც არის ერთი ციხეშიზის მიხეილ სააკაშვილი და მეორე სალომე ზურაბიშვილი. დანარჩენები არ არიან ევროპის რეგიონალური მასშტაბის პოლიტიკოსებიც კი არა ვყავს ჩვენ. ეს ხოთაშვილის ძალიან მძიმე ამბავია, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ყავდა. ზვიადი კავკასიის ბელადი იყო. ზვიად გამსახურდია. ედვარდ შევარდნაძე სოფლიოს უმაღლეს ლიგაში თამაშობდა. მიხეილ სააკაშვილზე აღარ ვამბობ არაფერს ლამის, რა ვიცი, ყველაზე მიყრუებულ დედამიწის ყველაზე მიყრუებულ კუთხე-კუნჯულში იცნობდნენ მას, როგორც დიდ რეფორმატორს, ხო? იმის მერე მოუწყდით რა, არაფერი. ქართველი არავინ არ იცის ახლა. ყველაზე დიდი ქართველი დღეს არის ხვიჩა კვარაცხელი. რაც დასაფასებელია, ახლა მართლა გენიალური ფეხბურთელია, მაგრამ ნუ ახლა საქართველოს მარტო სპორტსმენებით არ იყვნენ სახელგანთქმული, ხო? ეს რაღაცა კრიზისს ნიშნავს რა. ეროვნულ კრიზისსაც, ხო? ახლა შედარებით, ხო? ახლა მიშა ციხეში ზის გამოკეტილი ყავთ ციხეში და კიდე ეშინიათ მის პირუტყული შიშიათ მისი კიდე აკანკალებთ რა. ხო? და სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც აქვს გამოცდილებაც აქვს დიპლომატიაში განსაკუთრებით ახლა ფრანგული დიპლომატიური სკოლა აქვს გავლილი, ხო? ახლა ამას ვერ წააქვს. მაგრამ ძალიან სუსტი პოზიციები და გაურკვეველი პოზიციები აქვს ქვეყნის შიგნით. მე რამეს კი არ ვითხოვ ვინმესგან, მაგრამ რაღაცას რო იტყვი, მე ის უნდა შეასრულო, ხო? ხო შეიკრიბენ და ხო თქვეს, რომ კომისიასთან არ ითანამშრომლებენ. და რატო კიდეა ასე გაურკვევლად ეს საკითხი ხვალე გახარია მივა იქ თუ არ მივა. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ამ შეკრებას მაშინ არ ესწრებოდა, ხო, მაგრამ გახარია წარმომადგენელი ესწრება. შეიძლება ვცდები რამე მეშლება, მაგრამ მგონია რომ ასე იყო. კი, დიმიტრიც კიკიშვილი ესწრებოდა. იტყვი ბიჭო შეასრულე ერთ კვირაში რომ გადახვალ, გადახტები, გადმოხტები და მე გიკვირს რომ ამორჩევლისგან დობა არა გაქვს, აი ზოგადად ოპოზიციაზე ვამბობ, რატო უკვირთ რომ დობა არ არის? იმიტომ რომ ბევრი რამის არჩევნებამდე იძახონდნენ რომ ეს ელექტრონული არჩევნები არის კარგი, ნუ გეშინიათ, ვერ გააყალბებენ და მე იმავე საღამოს დავიწყეთ წუწუნი რომ აი გაგვიყალბეს, ახლა რატო უნდა გენდოს, ხო? რა შეეხება პროცესს, ეს თვითდინებით არ მიდის, ცვლილებები იქნება, ახალი სახეები გამოჩნდებიან, განსაკუთრებით ახალგაზრდებს. მე ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული წარმატება და გამარჯვება იყო 9 აპრილის ღამე და დღე. როცა კოცებს არ მივაყნოსიეთ იქა. ასე არის საჭირო რა, უწმინდურები წმინდა ადგილებზე არ უნდა დადიოდნენ რა. ადამიანი რომელიც თვლის რომ 9 აპრილი იყო ეროვნული მოძრაობის ბრალი, ახლა ამას ჯერ არ იძახიან, მალე იტყვია. ზვიადს და მას მერაბს დააბრალებენ. მე ხო ვიცი ფიქრობენ კიდევაც ამას, ხო? ისინი იქ არ უნდა მიუშვან. კი ბატონო.